მივანიჭე თავისუფლება პოეტსა. მე მეფე თამარი, მე მკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მოვიდა გულაბერისძე, თქვა, თურმე წმინდა წიგნების ენა, უფლის სახლის მსახურთათვის გაუგებარი გამხდარაო. წმინდა წიგნების ენა ძველია, ეკლესიის მამათა შეცნობა გასჭიროებიათო. ვურჩევ მეფესა, წმინდა წიგნები ახალი ენით ითარგმნოსო. მირჩია, მათეს სახარებით დავიწყოთო. ვუბრძანე მოძებნა სამი მთარგმნელისა. მღვდელთ მთავართა არ მოიწონეს მათივე ხელი. ვარჩევდი ვისთვის მიმენდო საქმე. ზაქარიამ თქვა, შოთას ხელი დასძლევსო, ფასი ექნება თარგმანსაო. ვუბრძანე, მიხმეთ შოთა სასახლესა. ზაქარიამ თქვა, თუ საღიაო. 10 წლის მერე პირველად გავიგე, თურმე შოთა დილექსა ყოფილა. მეგონა მეფე გიორგი მალევე გაასთავისუფლა თქო. გამიკვირდა, განარა ჩაიდინა, ამდენი ხანი ტუსაღად დარჩენილა. ვუბრძანე, გამოარკვიეთ თუ იმსახურებს გაათავისუფლეთ თქო. მოვიდა ზაქარია. თქვა, გამოარკვიე, თავისუფალიაო. მერე ვიხმე შოთა. მოვიდა, მადლი მომახსენა, დამპირდა ვთარგმნიო. 10 თვის მერე მომიტანა დავასრულეო. გავიდა მცირე ხანი. ისევ დავიბარე შოთა. მინდოდა რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონის შექმნა. თქვა, ძნელიაო. მეფის ხათრით შევძლებო. 10 თვე მოანდომა სასაუბროს დაწერასა. თითქმის 1 წელი გავიდა არ შევხვედრი ვარ შოთასა. მერე ეკლესიამ მოითხოვა ძველი ებრაულიდან თარგმნილიყო სახარება. შოთა დავიბარე ბეთანიასა, მერე მივედი ჯვრის მონასტერსა. მოვიდა გაკვირვებული, ვეცდებიო დამპირდა. ითხოვა ნება წასვლისა. ვუთხარი, დარჩი მინდა შენივე რჩევა მოვისმინო. გენდობი, გაგიმხელ ამბავსა ჩემივე ქმრისა, გიორგისა თქო. შეცბა, არ მოელოდა. დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა. გაჩუმდა. გავუმეორე, მინდა მოგიყვე ვერაგობანი ჩემივე ქმრისა. გავიგო შენივე აზრი თქო. ჩუმად იყო, ვერ წარმოედგინა. მეფე აპირებდა მისივე ქმარის ამბის მოყოლასა. ვერ აეხსნა მიზეზი მეფის საიდუმლოს გამხელისა. მერე ვითა კარგად აღზრდილმა თქვა, თუ მეფე მინება მზად ვარ მოусმინო. ვერ ვმალავდი განრისხებასა. გავიგე ამბავი ბეთანიასა. უკადრი საქციელი იურისა. ვერ დავუჯერედასა, მეგონას წამებდნენ ცილსა. დავრწმუნდი, თურმე სიმართლე უთქვია ჩემივე დასა. თურმე იურის შეუპყრია სოდომის ცოდვასა. ვერავის ვენდობოდი, ვერ გავუმხელდი ამბავსა. მინდოდა რჩევა კაცისა. დარდმა დამაღონა, გადავწყვიტე გამემხილა შოთასთვისა. მომესმინა რჩევა კაცისა. მჯეროდა დაიცავდა საიდუმლოსა. ღვინო შევთავაზე მღელვარე კაცსა. მინდოდა რჩევა მშვიდისა. გაუხარდა, მადლობელი ვარ. ჩემთვის დიდი პატივიაო თქვა. ავიღე თასი ღვინისა. თქვი სადღე გრძელო პოეტისა. იმან მეფე თამარის თვე გრძელობისა იყოსო. ღვინო მიეშველა ჩვენივე ბალღამსა. მოეშვა. შოთა ბევრად გაბედული გახდა. მოუყევი ამბავი ქმარისა. მიჭირსო დაჯერება. მოშურნენი ცილს არ სწამებდნენო. ვთქვი, თვითონვე დავრწმუნდი. უღირსი და უწმინდური, ღორის ნაშიერი აღმოჩნდა თქო. თავს ვერ იკავებდა. თქვა, მიბრძანე, ჩუმად მოუღებ ბოლოსაო. ჩუმად მივედით სასახლესა. გამიმხილა, პირველად ვიხილე სახლი მეფისაო. მერე მოახლემ ჩუმად გაიყვანა სასახლესა. ვიცოდი კაცი დაიცავდა მეფის საიდუმლოსა. ვითა ქალმა პირველად ვიგრძენი ძალა მოსიყვარულე კაცისა. ვიცოდი გავაგდებდი იური რუსსა. ვიცოდი სამეფო კანონი მოითხოვდა შერთვასა ქმარისა. ვიცოდი მეფეთა შერთვის წესი კრძალავდა ქვეშევრდომის გამორჩევასა. არ გამიმხელია, დავიწყე ძებნა გზისა. ვერ ვიტანდი სამეფო წესსა, ქმრად უცხო უფლისწულის გამორჩევისა. ვიცოდი ვიპოვიდი გზასა. მინდოდა მევე მქონოდა ნება ჩემივე რჩეულის შერთვისა. ვიცოდი დავძლევდი განსაცდელსა. ვიპოვე კაცი. მარწმუნებდა თავისივე ერთგულებასა. ვევედრებოდი მამაზე ციერსა. ვიცოდი უფალი მომცემდა ძალასა.